მოგესალმებით. დღეს ვართ პროკურატურასთან, ევა შაშიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, აქტივისტები, პოლიტიკოსი ქალები, მშობლები, შიშიმოპირები, ყველა აქ ვართ, ვითხოვთ ევა შაშიაშვილის გათავისუფლებას გირაოს სახით. ევა არ წარმოადგენს კრიმინალს, რომელსაც შეუძლია თუნდაც მიმალვა, თუნდაც მოწმობის მოსყიდვა, თუნდაც ახალი დანაშაულის ჩადენა. მოკლედ ვითხოვთ საჭირო შეიცვალოს, სანამ მოხდება გასამართლება, მანამ იყოს მის შვილთან, მის შვილის გვერდით ესმათ. მოგესალმებით, როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ევა შაშიაშვილი არის თავისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის ერთადერთი მხარდამჭერი. ეს შვილი ამ ეტაპზე არის მოთავსებული დახურულ დაწესებულებაში და მისი ყოფნის ვადა იწურება 30 დეკემბერს, რის შემდეგაც სავარაუდოდ მათ მოუწევთ, რომ კიდევ სხვა დახურულ დაწესებულებაში გადაიყვანონ, თუკი დედამისი, რომელიც არის მისი კიდევ ერთხელ გამეორდები, ერთადერთი მხარდამჭერი, ასევე მომვლელი ასისტენტი და ასე შემდეგ, თუ ის არ გათავისუფლდა პატიმრობიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას. ამ საქმეს აქვს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ჩვენ ვითხოვთ, რომ აკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალოს უფრო მსუბუქი აკვეთის ღონისძიებით, მაგალითად გირაოთი. იმისთვის, იმიტომ რომ ამ სიტუაციაში ევა როგორც მოგეხსენებათ არის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმის ციხეში ყოფნით ისჯება მისი შვილიც მათ შორის, იმის გამო რომ სხვათა შორის რამდენიმე კვირის წინ, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე იყო, პროკურატურის წარმომადგენლებმა გაამართლეს თემთან შეხვედრა, რომ მოეყოლათ თუ რა გააკეთეს შიშიმოპირთა უფლებების მიმართულებით და როდესაც ჩვენ ვკითხეთ თუ რატომ არის რომ მაგალითად ოჯახში ძალადობასთან შედარებითაც კი დახურულ ინსტიტუციებში, სადაც ბევრი შიშიმოპირი ცხოვრობს, რატომ ჭირს ასეთ დაწესებულებებში ჩადენილი ძალადობის სასამართლომდე მიყვანა, ანუ სასამართლომდე ვერ მიდის ეს საქმე. რატომ? იმიტომ რომ პროკურატურის თანამშრომლებმა ეს პირდაპირ აღიარეს და თქვეს, რომ ძალიან რთულია იქ მტკიცებულებების შეგროვება. ანუ პროკურატურის თანამშრომლებმა აღიარეს, რომ დახურულ ინსტიტუციაში შიშიმოპირები არიან მომატებული ძალადობის რისკის ქვეშ, რომელიც დიდი ალბათობით არ იქნება გამოძიებული. სწორედ ამ სიტუაციაში იმყოფება ევა შაშიაშვილის შვილიც დედამისის პატიმრობიდან გამომდინარე. სხვათა შორის სახალხო დამცველიც უკვე საუბრობს ღიად იმაზე, რომ დახურულ დაწესებულებებში, შიშიმოპირებისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში, უფრო მძიმე პირობებია ვიდრე ნებისმიერ ქართულ ციხეში. რაც ნიშნავს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევა შაშიაშვილი იმყოფება უფრო მძიმე პირობებში, ვიდრე შესაძლებელი იყოს მისი პატიმარი დედა, დედამისის პატიმრობის გამო. ანუ ის ხდება დისკრიმინაციის მსხვერპლი ასოციაციის გამო, იმის გამო, რომ დედამისი აღმოჩნდა პოლიტიკური პატიმარი, სინდისის პატიმარი. აქედან გამომდინარე ვითხოვთ ჩვენ ევასთვის აკვეთის ღონისძიების შეცვლას 6 საათამდე აქ დავრჩებით, მათ შორის შიშიმოპირები, ჩვენი მშობლები, სინდისის პატიმრების მშობლები, პოლიტიკოსი ქალები, აქტივისტები და სხვა ადამიანები. მოკლედ ის გავიდა? კი. აბა წამჩართე მაინტერესებს. ის რა ქვია?